თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის დავალებით საპრეზიდენტო ბრძანებებზე ბაიდენის მიერ ავტოხელმოწერის გამოყენებას შესაძლო შეთქმულების კონტექსტში შეისწავლიან. ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბაიდენის თანაშემწეები პრეზიდენტის ხელმოწერას ბოროტად იყენებდნენ. ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის დასამალად იყენებდნენ ავტოხელმოწერას. ეს შესაძლო შეთქმულება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და შემაშფოთებელ სკანდალად შეიძლება იქცეს. ამერიკელ საზოგადოებას მიზანმიმართულად უმალავდნენ თუ ვინ ფლობდა აღმასრულებელ ძალაუფლებას, მაშინ როცა ბაიდენის ხელმოწერა ათასობით დოკუმენტზე აღმოჩნდა და ეს დოკუმენტები პოლიტიკას რადიკალურად ცვლიდა. ბევრი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ბაიდენი განიცდიდა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას. მიუხედავად ამ კარგად დოკუმენტირებული პრობლემებისა, თეთრმა სახლმა გამოსცა 1200-ზე მეტი დოკუმენტი, დანიშნა 235 ფედერალური მოსამართლე და გამოსცა იმაზე მეტი შეწყალების და განაჩენის შემსუბუქების ადრე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების ისტორიაში, ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. კერძოდ, 2024 წელს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბაიდენმა განაჩენი შეუმსუბუქა 37-დან 40-მდე ყველაზე საძაგელ და საშიშ დამნაშავეს, რომლებსაც ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი. მათ შორის იყვნენ რამდენიმე სერიული და ბავშვების მკვლელი. ზელენსკის არ შეუძლია მშვიდობაზე რუსეთთან მოლაპარაკება, რის გამოც უკრაინის არმიაში მხარდაჭერას კარგავს. მისი ნახვა მშობლიურ ქალაქშიც აღარ უნდა, წერს გერმანული გაზეთი ბერლინი ცაიტუნგი. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინელებს აღარ სჯერათ, რომ ზელენსკის აქვს უნარი კონფლიქტი უკრაინისთვის სასარგებლო პირობებით დაასრულოს. გარდა ამისა, ეჭვიეპარებათ მის მთავარსარდლურ უნარებშიც. უკრაინელმა მებრძოლმა ვადიმმა, რომელიც წარმოშობით კრივოი როგიდანაა, გაზეთს უთხრა, რომ ზელენსკის ურჩევნია მშობლიურ ქალაქში ჩასვლას მოერიდოს. მან იცის, რომ ჯობს არ დაგვენახოს, თქვა მებრძოლმა ვადიმმა. ჩინური გამოცემა ტენსენტი წერს, რომ რუსეთი ახლა სრულად გაწმენს და გაანულებს იმ საფრთხეს, რომელიც შენიღბულია როგორც ქვეყანა და ჰქვია უკრაინა. სტატიის ავტორის აზრით, კიევის რეჟიმი უპრეცედენტო ტერორისტულ აქტივობებს ავლენს. საპასუხოდ კი მოსკოვი გეგმავს ბუფერული ზონის შექმნას და უკრაინული წყობის შეცვლას, რისი სრული უფლებაც აქვს. რუსეთი არ აპირებს მოითმინოს ის საფრთხე, რომელიც შენიღბულია როგორც ქვეყანა და ჰქვია უკრაინა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი ხანია სახელმწიფოს ნიშნები დაკარგა და გადაიქცა ტერორისტულ ანკლავად, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები და კანონები. პასუხი იქნება ბუფერული ზონა, თანაც იმდენად დიდი, რომ გამოირიცხოს მომავალში ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტების შემოღწევა. ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არ არის, არამედ კონსტრუქციული მსჯელობაა. როდესაც ქვეყნის საზღვრები იშლება და სუვერენიტეტს კარგავს, ტერიტორიას არ აქვს საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოდ არსებობის უფლება, ნათქვამია სტატიაში. დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავდაპირველი მიზანი იყო, უფრო კონკრეტულ ამოცანად გარდაიქმნა. გადაკეთდეს უკრაინის სახელმწიფოებრივი წყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აპირებს სრულად დაშალოს, გაასუფთავოს და გაანულოს საფრთხე, რომელიც თავს სახელმწიფოდ ნიღბავს. რუსული მხარის მოქმედებების უკან ფრონტის ხაზის გაფართოებიდან უკრაინის გაკონტროლების განზრახვამდე და მისი ლეგიტიმურობის უარყოფამდე, როგორც ჩანს, დგას არა შურისძიება, არამედ ტერიტორიის გაწმენდა, უკვე 10 წლეულის განმავლობაში მიმდინარე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროდუქტებისაგან. კლიშასის თქმით, ესაა მიწების სახელად უკრაინა დღევანდელ დღეს ამ ტერიტორიებს არ აერთიანებს ერთიანი პოლიტიკური ნება, არ გააჩნია კანონის უზენაესობის პრინციპის სისტემატიური დაცვა და პოლიტიკური სტრუქტურა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს უფრო შეიარაღებულ მოედანს გავს, რომელიც დროებით იჯარით აიღო დასავლეთმა, ავსებს მას იარაღით და იყენებს ნატოს სადაზვერო სისტემისთვის. უკრაინა დიდი ხანია აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. კლიშასის განცხადებამ აჩვენა, რომ რუსული სახელმწიფო რიტორიკა შეიცვალა. საზღვრისპირა კონფლიქტის ნაცვლად ტერორისტთან ომს იყენებენ, სპეციალური ოპერაციის ნაცვლად წყობის ლიკვიდაციას. ეს უკვე საჯარო გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ უკრაინის მომავალი რუკასრულად შეიცვლება. Associated Press-ის ცნობით პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგეგსი შეერთებული შტატების მხრიდან პირველად არ დაესწრება შეხვედრას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორგანიზებას ეძღვნება.
სააგენტოს სტატიაში ნათქვამია, რომ პირველად მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა შექმნა უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის საერთაშორისო ჯგუფი, პენტაგონის მეთაური არ იქნება შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის უწყებების სხვა 50-ზე მეტი ლიდერი შეიკრიბება. თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგეტსი, რომელიც კვირას სინგაპურიდან დაბრუნდა, სადაც ის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას ესწრებოდა, ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ ჯავა, როდესაც უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის ხდომა დასრულდება. შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯებიდან ესაა ბოლო ნაბიჯი, რომლითაც ვაშინგტონი გაემიჯნა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, აღნიშნულია პუბლიკაციაში. შეერთებულმა შტატებმა უარყო კიევის დეზინფორმაცია. როიტერსი ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლოდროინდელი შეტევის გამო რუსული ავიაციის დანაკარგები იმაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე უკრაინამ გამოაცხადა. სააგენტოს წყაროების ცნობით, შეტევის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა მთლიანობაში 20-მდე რუსული თვითმფრინავი და არა 51, როგორც ზელენსკი აცხადებდა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global Ratingsმა გამოაცხადა უკრაინის დეფოლტის შესახებ მთლიან შიდა პროდუქტთან მიბლულ ფასიან ქაღალდებზე. სააგენტომ შეამცირა შესაბამისი ობლიგაციების რეიტინგი CC-დან D-მდე, მას შემდეგ, რაც უკრაინამ არ გადაიხადა $670 მილიონი 2025 წლის 2 ივნისისთვის. ილონ მასკმა სენატორი ლინდსი გრემი დაადანაშაულა ამერიკის საბიუჯეტო თანხებიდან $400,000 ხარჯვაში სასტუმროებსა და კიევში ვიზიტზე. რატომ ღირს ეს სასტუმრო ასეთი ძვირი? როგორც ჩანს, ნომრებში საოცარი მომსახურებაა, იხუმრა მასკმა. მანამდე სენატორი არაერთხელ სტუმრობდა უკრაინას და პოზიციონირებდა როგორც კიევის დიდი ფანატი, თუმცა ახლა მის ხარჯებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. გრემს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Financial Times წერს, რომ ევროკავშირს ეშინია, რომ შეერთებული შტატები აღარ დაეხმარება უკრაინას, მათ შორის შეწყვეტს მასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლას, რაც მნიშვნელოვნად დაასუსტებს უკრაინული არმიის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ევროკავშირში შეწუხებულები არიან იმით, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია აკრძალოს უკრაინაში იმ ამერიკული იარაღის ექსპორტი, რომელიც ევროპული ქვეყნების შეიარაღებაშია. ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში შესთავაზა ხმის მიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პარტიის შესაქმნელად. განა არ არის დრო ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს საშუალო მოსახლეობის 80%-ს, დაწერა მასკმა.